ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა. ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ. მათ შორის იყვნენ მოსწავლეები ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეტალონის მიზანია განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, პედაგოგთა და მოსწავლეთა წარმოჩენა, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე ახალგაზრდების, მათი მშობლებისა და პედაგოგების უფრო მეტად მოტივირება. საქართველოს ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი ეტალონი ტრადიციულად 2018-2019 სასწავლო წელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში ყველა სკოლის მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ჩემპიონატში მოსახვედრად სპეციალურ ტესტირებას სკოლებში გადიან, რომელიც ეტალონიდან მოწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ტარდება. Ძნელია მოიძებნოს საგანმანათლებლო სივრცეში ესეთი პოპულარული მეორე პროექტი და პროგრამა, რომელიც თამაშით ასწავლის. ეს არის არაჩვეულებრივი მიგნება, რომელმაც აიყოლია თითქმის ყველა სკოლა საქართველოში. შეძლო მამოტივირებელი და სახალისო გარემოს შექმნა არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც, ვინაიდან ეტალონი ყოველ წელს ახერხებს და გვაკვირვებს თავისი ახალი მიდგომებით. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ ესე მასშტაბურად და სრულად ვართ გაერთიანებული ეტალონის სამუშაო პროცესში. 2018-2019 სასწავლო წლის ტიტულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე, აფხაზეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ არშბა დაეუფლა. გამარჯვებულმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. უბედნიერესი ვარ, ძალიან აღელვებული მომენტია მთელ ჩემ ცხოვრებაში. არასდროს არ მქონია ასეთი შეგრძნება. მე ამაყება ძალიან და დიდი მადლობა ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ჩემს მასწავლებლებს, ყველას კლასელებს. მასწავლებლისთვის ამაზე დიდი ჯილდო, როდესაც შენი მოსწავლე ასეთი წარმატებული არ არსებობს. გამარჯვებული პირველი ადგილი, მეორე ადგილი, ორივე ჩემი აღსაზრდელია. ბედნიერი ვარ ნამდვილად იმით, რომ ასეთ ახალგაზრდებს გზახსნილი აქვთ ამ საქართველოში, ამ ქვეყანაში, ამ ბრწყინვალე არაჩვეულებრივ გარემოში. ღმერთმა წინსულა წარმატება არა მარტო ჩემს მოსწავლეებს, არამედ ყველა ახალგაზრდას, ვინც კი იზრდება საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლები, მისი უფროს კლასელები, მშობლები, ოჯახები 20%-ით უფრო აქტიურად არის ჩართული. სამი ძირითადი რამ, რასაც ასწავლის ჩვენი პროექტი. პირველი ეს არის სითამამე, რომელიც ეყრდნობა განათლებას და გვარიშვილობას. მეორე, რომელიც ეყრდნობა ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარებას და მესამე, უმძლავრესი კომპონენტი ეს გახლავთ ის, რომ გამარჯვებისკენ სწრაფვა და რწმენა ჰქონდეთ ადამიანებს. ეს აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ. ბავშვები, რომელიც გადმოვიდნენ გალიდან, ბავშვები, რომელიც სწავლობენ აფხაზეთის სკოლებში, როგორც თვითონ წამყვანმა ბატონმა გოჩამ ბრძანა, ყველამ გადალახა ის რუბიკონი, რომელიც ცხადყოფს იმაზე, რომ ჩვენ სკოლებში მართლაც და ისე კარგად ასწავლიან მასწავლებლები თავის მოსწავლეებს, რომ მადლობის მეტი არაფერი გვეთქვის მათთვის. მე ვხედავდი გაბრწყინებულ სახეებს არა მარტო გამარჯვებულებისა, არამედ მისი მეგობრებისა, რომლებსაც საპრიზო ადგილები არ დაუკავებიათ, მაგრამ როგორც ითქვა, ყველა ისინი გამარჯვებული არიან, ამე თუ ფინალურ ტურში მონაწილეობენ. და ერთ-ერთის გამარჯვება ყველა მაგიქვა, როგორც თავისი საკუთარი გამარჯვება და ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელსაც ეტალონი აღწევს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არაერთხელ ვიქნებით მომსწრენი მიცა თუ რა შედეგი გამოიღო საბოლოოდ ამ შესანიშნავ პროექტმა ეტალონმა.